თურმე სინამდვილეში ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას გაექცა თეთრი სახლიდან. აი ზუსტად ისე, ხო გახსოვთ არმან სარუკიანი რომ გაექცა ისლამ მახაჩევს წელი რო აიტკია. ზუსტად ესე ისლამ მახაჩევმა თითი აიტკია, როდესაც გაიგო რომ აქვს შანსი შეხვდეს ილია თოფურიას თეთრ სახლში. სინამდვილეში თეთრი სახლის ბრძოლა უნდა ყოფილიყო ალექს პერეირა, ჯონ ჯონსის წინააღმდეგ მძიმე წონაში, მაგრამ დანა უაიტმა თავის საყვარელ მებრძოლს კიდევ ერთხელ დაუჟაშკა ფული და ისე გააფუჭა ერთმანეთში ურთიერთობა, რომ ჯონსი კონტრაქტის გაუქმებას ითხოვს. დღეს ამ გიჟურ თემებზე ვისაუბრებთ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო და შევუკვეთეთ Burger Paradise, ამ გადაცემის სპონსორი. მე პირადად X2 Paradise შევჭამე ძლივობით და მაგრად მაინტერესებს X3-ს, რომელი შეჭამთ დაწერეთ კომენტარებში, თან დღესდღეობით ფასდაკლება გამოძახების სერვისებზე 30%. ასე რომ მიჩქარეთ. ეხლა კი დავიწყოთ იმით, რომ სანამ თეთრი სახლის კარს ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, ამის შესახებ არაფერი არ იცოდა არც ჯასტინ გეიჯიმ, არც ილია თოფურიამ. როდესაც ოფიციალურად დაგამტკიცეს თეთრ სახლში, შენთვის სიურპრიზი იყო? მართლა არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი მეინ ივენტში თუ ვიყავი, არც ის ვიცოდი თანამთავარ შეხვედრაში ვინ იქნებოდა. გარტყმაში არ ვიყავი. შემდეგ ყურსასმენში პირდაპირ ეთერში გავიგე ხმა. ჯასტინს 1-2 კითხვა დაუსვითო, არის საუბროთ მომავალზეო, არის საუბროთ თეთრ სახლზეო. UFC მიცოდა რომ მე პირდაპირ ვარ, ამიტომ ამ ამბავს ბოლომდე მიმალავდნენ. ამასობაში კი ვერც ილია თოფურია ვერ ადასტურებდა, აი უეჭველი არ იცოდა თეთრი სახლის კარზე თუ გამოვიდოდა. გახსოვთ ერთ პერიოდი ილია თოფურია ამბობდა, როდესაც ჯასტინ გეიჯი და პიმბლეტი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თქვა რომ თუ გაიმარჯვებს პიმბლეტიო, მე ამ მასო აუცილებლად შევხვდებიო, თუ ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს, UFC-ს სულ სხვა გეგმები აქვსო მასთან დაკავშირებით და სინამდვილეში მართლა ესე იყო. ჯასტინ გეიჯისთან დაკავშირებით UFC-ს ალბათ ჰქონდა ისეთი გეგმები, რომ აი ჩარლზ ოლივერა ან მაქს ჰოლოვეი, ვინც აიღებდა BMF-ს და სინამდვილეში ახლა გავიგეთ რომ BMF-ი ჩარლზ ოლივერასია, შეხვდებოდა BMF-ის კამარზე, თეთრ სახლში ჩარლზ ოლივერა და ჯასტინ გეიჯი. ან საერთოდ ისლამ მახაჩევთან ავიდოდა 77 კილოგრამში ილია თოფურია და დატოვებდა ვაკანტურ სამ ტიტულს და რა ვიცი, ჯასტინ გეიჯი შეხვდებოდა ან ოლივერას, ან თუნდაც არმან სარუკიანს. და აი ყველაფერი მართლაც ესე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ისლამ მახაჩევი კიდევ ერთხელ გაექცა ილია თოფურიას. პირველად ისლამი გაექცა ილია თოფურიას, აი როდესაც ქართველი ავიდა 70 კილოგრამში. მაგრამ ამასობაში ისლამი ეგრევე გადაძვრა 77 კილოგრამში და თქვა, თუ ილია თოფურია გაიმარჯვებსო, ჩარლზ ოლივერას თუ დაამარცხებსო და დაამტკიცებსო, რომ მართლა მაგარი მებრძოლიაო, მე ჩავალო 70 კილოგრამშიო და იქ შევხვდებიო. ნუ ილია თოფურიამ გადაუარა ჩარლზ ოლივერას და ეგრევე ისლამ მახაჩევმა მეო 70 კილოგრამში არაფერი მესაქმებაო, იმიტომ რომ ეგ ტიტული უკვე მქონდაო. მაგას ჯობიაო, შენ თვითონ ამოდიო 77 კილოგრამში. ხო და ეხლა ხანს ილია აპირებდა 77 კილოგრამში ასვლას ისლამთან, მაგრამ ისლამმა არაო, მეო ხელი მტკივაო. ხო და როგორც ვიძახდი, ისლამ მახაჩევი ძალიან მაგრად უფრთხილდება თავის რეკორდს. მას 16 გამარჯვება აქვს ზედიზედ. მან ანდერსონ სილვას რეკორდი გაიმეორა და ზუსტად ერთი გამარჯვება ჭირდება იმისათვის, რომ ამ რეკორდს აჯობოს და არ ვიცი, ამას ვეღარავინ ვეღარ მოხსნის დიდი ალბათობით ამ რეკორდს 17 გამარჯვება ზედიზედ, ეს დღესდღეობით ესეთ კონკურენციაში არარეალურია და აი ზუსტად ისტორიის დაწერა უნდა. და რა საჭიროა შეხვდეს ვიღაცა ილია თოფურიას, რომელიც დიდი ალბათობით მას გათიშავს და ეს რეკორდი მიწასთან გასწორდება. მაგას არ ჯობია, მაგალითად შეხვდეს პენსიაზე გასულ კამარო უსმანს, მოუგოს, გააკეთოს რეკორდი და წყნარად წავიდეს პენსიაზე და დაასრულოს თავისი კარიერა. მოდით ახლა მოусმინოთ ილია თოფურიას გიჟურ განცხადებას X-ზე. ისლამი კიდევ ერთხელ იმართლებს თავს, ამჯერად ის ტრაუმირებულია. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ღონისძიების ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როდესაც UFC-მ ერთი მომენტში მითხრა, რომ ამ ღონისძიებაზე მე შეიძლება არ ყოფილიყავი. როდესაც საბოლოოდ მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, მათ ახსენეს ისლამი და ეგრევე დავთანხმდი ფიქრის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ჯერ ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, თეთრი სახლის დაანონსება მეორე დღეს იგეგმებოდა. და როდესაც გავიღვიძე, გავიგე, რომ ისლამმა დაზიანება მიიღო. აი ამის მერე გამოჩნდა ჯასტინ გეიჯი, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაისჯება ისლამის გაქცევის გამო. ჯასტინს კი ერთს ვეთქვი, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვებს ამცირებს, ყველაფერი სწრაფად დასრულდება. როდესაც გაიღვიძებ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება. ასე რომ სამწუხაროდ დიდი ალბათობით ჩვენ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავთ ისლამ მახაჩევის და ილია თოფურიას დაპირისპირებას. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა
არ უნდა ყოფილიყო ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა სულ სხვა არის. ჯონ ჯონსი ალექს პერეირას წინააღმდეგ. ამაზე მაგარი ბრძოლა თეთრ სახში ამერიკელი მაყურებლებისთვის აი ნამდვილად არ არსებობს. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჯონ ჯონსიც იხვეწებოდა და ალექს პერეირაც იხვეწებოდა. მაგრამ დანა უაიტმა ისევ ჩააშკამა ეს ყველაფერი და ისეთი გიჟური ინტერვიუ მისცა UFC-ს მაყურებლებს, რომ ამის მერე ყველაფერი გაფუჭდა. შეგიძლია გითხრა რომელი ბრძოლა ჩაიშალა? არა, მოდით ამ თემას არ შევეხოთ. იძახიან რომ ეს ჯონსი იყო. არა, მე უკვე 100,000 ჯერ გითხარით, რომ ჯონ ჯონსის კანდიდატურას არასდროს განვიხილავდი. დანა გიხსენთ, რატო არ გავრისკავდი ამას. ასევე ყველამ ვნახეთ ის ვიდეო, სადაც ჯონსი საუბრობს თავის მენჯ-ბარძაყის პრობლემებზე. არ ვიცი თუ გააქვთ ის ამერიკული ფეხბურთის თამაში ნანახი, სადაც ჯონსი ძლივს დარბოდა. ჯონ ჯონსი სპორტიდან ჯანმრთელობის გამო წავიდა, ართრიტის გამო და შეიძლება მას ოპერაცია დასჭირდეს. თუმცა არ ვიძახი, რომ მასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჯონსი იძახის, რომ თეთრი სახლისთვის ემზადება. და ამის გამო მის ადვოკატებს წერილი გაუგზავნეს, სადაც აუხსენი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. ანუ ჯონსი პენსიაზეა და დაასრულა კარიერა. კი, ზუსტად ასეა. და აი ამ ინტერვიუს მერე ჯონ ჯონსმაც გააკეთა თავისი განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ ჯონსი და დანა ფულის გამო ვერ შეთანხმდნენ. მოგესალმებით ყველას, მინდა გამოვეხმაურო დანა უაიტის კომენტარს, რადგან ჩემთვის და ჩემი ფანებისთვის სიმართლე მნიშვნელოვანია. დანა, შენ გაბრაზებული იყავ იმის გამო, თუ რატო არ ვარ მე თეთრი სახლის ქარზე, მაგრამ მოდი რაღაცეები დავაზუსტოთ. მე და ჩემი გუნდი რეალურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს UFC-სთან, ამ ბრძოლაზე, ნამდვილ მოლაპარაკებებს. მე ჩემი ჰონორარის თავდაპირველ მოთხოვნასაც დაუკელი და სანაცვლოდ რა მივიღე. დამამცირებლად დაბალი თანხა. დიახ, მენჯ-ბარძაყის ართრიტი მაქვს და ეს მტკივნეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩხუბი არ შემიძლია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ის დაბალი შემოთავაზება რომ იმეღო, უცებ თეთრი სახლის ქარზე აღმოჩნდებოდი? გასულ კვირას ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის კურსიც კი გავიარე. თეთრი სახლის ქარდისთვის ვემზადებოდი და ბანაკი უკვე დღეს უნდა დამეწყო. მესმის, რომ ბიზნესის გარიგებები ზოგჯერ იშლება, მაგრამ საჯაროდ გამოსვლა და იმის თქმა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ არის სწორი. იმის მერე, რაც მე UFC-ს შევწირე, ჩემი დრო, ტიტულების დაცვა, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია. განსაკუთრებულად მაშინ, როცა სულ ახლა ხანს პარასკევს UFC მირეკავდა და ცდილობდა თეთრი სახლის ქარზე გაცილებით ნაკლებ ფასად დავეყოლიე. თუ UFC-ს მართლა გონია რომ მორჩენილი ვარ, მაშინ პატივისცემით გთხოვთ, დღესვე გამანთავისუფლოთ კონტრაქტიდან, აღარანაირი ფული, აღარანაირი ბრძოლები. მადლობა ნამდვილ ფანებს, რომლებმაც იციან რა ხდება სინამდვილეში. ბონუსი წავიდა. მოკლედ, როგორც არიელ ხილვანი იძახის, ჯონ ჯონს თავიდან ჰქონდა ნათქვამი $30 მილიონი და ეს ციფრი იყო მაშინაც, როდესაც ის ფრენსის განუს უნდა შეხვედროდა და ეხლა თქვა $30 მილიონი მჭირდებაო. მაგრამ დანა უაიტმა გამოუგორა $15 მილიონი. ჯონს ძალიან მაგრად ეწყინა, ბევრი საუბრობს ამაზე, იმიტომ რომ მაგალითად ზუფა ბოქსინგში მოკრივეებს $15 მილიონი უხდიან ისეთ ტიპებს, რომლებიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდნენ და ნუ მაინც ჯონსი წავიდა წინ და მოლაპარაკება დაიწყო დანა უაიტთან, როგორც თვითონ იძახის დაუკლო მაგ თანხას, ნუ რამდენი 25-20 მილიონი, მაგრამ როგორც ჩანს არასაკმარისი დააკლო და აი დღესდღეობით ჯონსი და დანა უაიტი არიან ნამდვილი მტრები. მოკლედ ნამდვილი დრამები ჯერ კიდევ წინ არის. აი მაგალითად ახლა ხანს ისლამ მახაჩევმა დაწერა, რომ ზოგადადო ილია თოფურიამ თქვაო უარიო ბრძოლაზეო. არა და დანა უაიტი იძახის, რომ ისლამ მახაჩევს ხელი აქვს ნადგინი. მოდით ბიჭებო რაღაცნაირად ჩამოყალიბდით და ისე გააკეთეთ ხოლმე ეს განცხადებები და როგორც ჩანს ისლამ მახაჩევის მენეჯერი წერს ამ ყველაფერს, რომელსაც ილია თოფურიამ ძუკნად დაუძახა. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გელით წინ, მე ვეცდები ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგაყაროთ, თქვენ კიდევ გამოიწერეთ არხი, მომავალ შეხვედრამდე.